როდის და რა ფორმით გაგრძელდება ტაო-კლარჯეთში იშხნის ტაძრის რეაბილიტაცია? ამ საკითხზე თურქეთის დედაქალაქში მოლაპარაკებები იწყება. ანკარაში უკვე გაემგზავრა საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი, რომელიც თურქ კოლეგას ოზგურ ოზდასლანს შეხვდება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე თურქეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით ამ დროისთვის იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია. დამატებითი დეტალები კი დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. ის მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც მომზადდა და ესეთი უფრო მასშტაბური სწორედ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეჩერდა ქართულსავე მხარეს, საქართველოს პრეზიდენტმა შეაჩერა, ამიტომ იძულებულნი გავხდით ხელახლა დაგვეწყო მოლაპარაკება, ანუ მხოლოდ იშხანთან დაკავშირებით და საბედნიეროდ თურქეთის მხარე დათანხმდა ამ შეხვედრაზე, ესე იგი მევხვდები თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მინისტრის მოადგილეს ბატონ ოზგურ ოზასლანს.